გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო დავით, მიესალმებით პატრიოტულ მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მოდით დავიწყოთ იმ მოვლენებით, რაც ხდება ახლა ჩვენს თავს ბრიუსელიდან ევროპარლამენტარების კვლავ მორიგი მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც პრინციპში ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ერთ-ერთი მოთხოვნაა, ძველი მოთხოვნა მეორდება და პაკეტი ოჯახი ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. გადაიხედოს ადამიანთა უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ეს არის ის მოთხოვნები, ისევ და ისევ არის ლაპარაკი სრულად იყოს დაცული LGBTQ პირების უფლებები და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც კაია კალასმა ესეთი მეთოდიკასავით გადმოაგზავნა ეს მოთხოვნები ქართული ოცნებისადმი და თუ არ შესრულდება გარკვეულ ვადაში მაგიდაზე უდევთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი. ახლა თუ გახსოვთ, როდესაც ამ უვიზო მიმოსვლას უბრალოდ დიპლომატიური პასპორტების მქონეებს შეეხო ჯერ ეს ეგრეთ წოდებული სანქცია და მათ აი ამ ლურჯი პასპორტებით შესვლის უფლება აღარ ექნებოდათ, მაშინ გარკვევით ითქვა, რომ ეს არ შეეხებოდა უბრალო ხალხს, უბრალო რიგით ქართველ მოქალაქეებს. ახლა ტონალობას ცვლიან და ესეთი შანტაჟის მეთოდებს იყენებენ და უკვე ბუნდოვანი, თუმცა პირდაპირ ასე გამოდის, რომ ეს რიგით ქართველ მოქალაქეებს შეეხება. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით აი მორიგ თითქმის ერთწლიან ეპოპეიაზე, რაც მოდის ევროკავშირის მხრიდან, ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, არაფერი მოულოდნელი არ ხდება, ეს ჩვენ 2 წლის წინ, 3 წლის წინ განსაზღვრეთ, ამაზე ვთქვით, რომ ქართულ ოცნებას არ აპატიებენ იმას, რაც ბოლო 2 წელიწადნახევარი მიმდინარეობს უკრაინაში. სამხედრო სპეციალური ოპერაცია და ჩვენი დისტანცირება ამ საკითხთან დაკავშირებით დაგვიждდებოდა ძალიან ძვირად. ანუ ყოველ შემთხვევაში დიდი მცდელობა ექნებოდა დასავლეთს ევროკავშირის ამ შემთხვევაში, რომ ჩვენთვის შეექმნა სერიოზული პრობლემები. მაგრამ თვითონ ევროკავშირს აქვს ისეთი მძიმე პრობლემები და მერწმუნეთ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დაუმძიმდებათ მათ ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ჩვენთვის უკვე შეიძლება ვერც მოიცალონ და მადლობა ღმერთს ამისთვის. თუმცა თავის მოქალაქეებს, თავის ამომრჩევლებს უნდა აჩვენონ, ასე ვთქვათ, მედგარი წინააღმდეგობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და აიძულონ ხელისუფლება. ეს უკვე არის ყველაფერი მეორეხარისხოვანი, ეს დასრულებული ამბავია, არავინ საქართველოში დღეს ვერნარიანი ხელისუფლება დღეს ოპოზიცია, ლიბერალური ოპოზიციაც რო იყოს ხელისუფლებაში, ისიც ვეღარ შეძლებს იმ დავალების შესრულებას, რა დავალებაც უნდა შეესრულებია ქართულ ოცნებას, ისევ მეორებ აი კავკასიაში მოხდარიყო სამხედრო და დაპირისპირება და მოხდარიყო ის, რაც მათ ხელს მისცემდა და რუსეთს მისცემდა საშუალებას და აიძულებდა რუსეთს, რომ თავისი სამხედრო დანაყოფები გადმოესროლა სამხრეთ კავკასიაში. თუმცა მოცემულობა კიდევ უფრო რთული გვაქვს, ჩვენ ხედავთ, რომ დღევანდელი საქართველო აი ამ ემიგრანტებთან დაკავშირებით, იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემებს ვაწყდებით ჩვენ. დღეს საუბარი ამ რეგულაციების ლიბერალიზაციის შესუსტებაზე ყველაზე ნაკლებად გვაღელვებს ჩვენ ყოველ შემთხვევაში. მე ასე ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არის მორიგი მუქარა, მორიგი შანტაჟი და ეს შანტაჟი გამოჩნდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ 31 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ჩინეთში ჩადის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა, 4დღიანი შეხვედრა, 4დღიანი ვიზიტი ეს შემთხვევითი არ არის და ალბათ ძალიან ბევრი რამ, მათ შორის უკრაინაში ომის დასრულების კონტურები გამოიკვეთება, რა პერიოდი იქნება საჭირო და დღეს თუ ვინმე ენდობა ევროკავშირს და ევროკავშირის ჩინოვნიკებს, ის ან შეცდომაშია შეყვანილი, ან ძალიან უნდა მოხდეს ასე და არა სხვანაირად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ მეგობრებს, ახლობლებს და მათ შორის ხელისუფლებასაც, რომ გადადგან ქმედით ნაბიჯები და
აი ეს ხელმოწერები, რომელიც დაწყებულია, მინდა ორი სიტყვა თქვა, საიტი ისევ გაითიშა 83,000-ია შეგროვილი უკვე ელექტრონული ვერსიით და დაახლოებით ცოტა მეტი არის უკვე ბლანკზე შევსებული და ჩვენ ვხედავთ ტელეფონის ნომერს, რომლითაც შეუძლია ჩვენ თანამოქალაქეებს, ვინც ამის მომხრეა, პირდაპირ დიალოგის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და ვაჭრობის გარეშე რუსეთთან დავიწყოთ ეს მოლაპარაკება და დავსწრეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას არაფერს აღარ აპატიებს. გამორიცხულია ეს ნათელი იყო კიდევ ვიმეორებ, რამდენიმე წლის წინაც, ეხლა მით უმეტეს ნათელია და მე მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ აქტიურობისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ და აი ჩვენი პარტიის ტელეფონი არ ჩერდება, დღეში დაახლოებით 100-150 ზარი შემოდის და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ყველა ზარი ჩავინიშნოთ, თუ ვერ ვახერხებთ, ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, ურეკავთ, აქედან ურეკავთ ჩვენ რეხმიანებით, რომ ეს ხმები არ დაიკარგოს, ეს სურვილი არ დაიკარგოს და ოჯახებით ეწერება ადამიანები, აი მომხრეების სიაში ოჯახებით ეწერებიან და მე იმედი მაქვს, რომ აი 100,000 ელექტრონული ვერსიაც რამდენიმე ალბათ ჩაირთვება. აი 3-4 დღეს რო ჩაირთვოს, საკმარისი იქნება, რომ ის შეგროვდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი აქტიურობა და ხელი რამ შეუწყო რუსეთთან მართებაში ასეთ გააქტიურებას. იმ რეალობამ რა რეალობის წინაშეც ჩვენ აღმოჩნდით განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი და აი ეხლა ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ სამეზობლოში, კიდევ ერთხელ აძლევს საქართველოს მოქალაქეების ჯანსაღ ნაწილს, მე არავის არ ვეხები და შევარდს არ ვაყენებ, რომ გაანალიზონ, რომ საქართველოს ერთადერთი დაცვა საქართველოს აქვს რუსეთის მხრიდან და მოდით ახლა ერთი რამ წარმოვიდგინოთ. აი დაუშვათ არ არსებობს კავკასიის ქედს იქით რაღაცა პერიოდი თქვათ, რომ რუსეთი არ არსებობს, ან რუსეთის არანაირი ინტერესი აღარ არის კავკასიაში. ბენდუქიძე ამბობდა, რომ წარმოვიდგინეთ, რომ იქ არის ზღვა. ხო, წარმოვიდგინოთ, იქ არის ზღვა. აი დაახლოებით წარმოვიდგინოთ და მერე წარმოვიდგინოთ საქართველოს მდგომარეობა უახლოვესი წელიწად და 2 წლის განმავლობაში რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ხო? თუ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ და არ წარმოვიდგენთ, რომ იქით არის რუსეთი, ავტომატურად ჩვენ უნდა ჩავეხსნათ იმპორტ-ექსპორტს. ის პროდუქცია, რომელიც გადის და აგერ სახელმწიფო გოსტატის სახსტატის მონაცემები იყო, რომ 80%, 85% ვაშლის და ატამი გავიდა რუსეთში. ღვინოზე საუბარი არ არის, მინერალურ წყლებზე საუბარი არ არის და იქიდან რაც შემოდის, ისიც როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის პირველ რიგში ხორბალი და ფქვილზე მაქვს საუბარი, სხვა პირველი მოხმარების სურსათზე არ მაქვს საუბარი. ანუ არ არსებობს რუსეთი იქით, სრული ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს და მერე რა შვებით. აი ვისთან როგორ ვლაგდებით, ვისთან რა მე ჯერ შევეხები მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობას. ეკონომიკურ მდგომარეობაში როგორ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ უცბად ამის ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება და თუ ვინმე ამას მოინდომებს, აი ეს გაზრდილი ბაზარი, რომელიც არის ფასები ამა თუ იმ პროდუქტზე და ჩვენ ვიცით რომ რუსეთიდან ჩვენ შემოგვაქვს ხორბალი და ფქვილი საკმაოდ დაბალი შაღავათიანი ფასებით და ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან კარგი. მერე რას ვაკეთებთ? მერე ვისთან ვიწყებთ ამ ეკონომიკურ ურთიერთობას, იმიტომ რომ ევროპას თავის გაჭირვება აქვს, იქიდან შემოტანილი პროდუქცია საკმაოდ ძვირი იქნება და ჩვენთვის ისედაც ცეცხლი უკიდია ბაზარს თუ მაღაზიებს. თურქეთთან დაკავშირებით, თურქეთის არ არის იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო დაახლოებით 10, 12, 15, 20 წლის წინ. მაღალი ინფლაციური პრობლემები აქვს და თავი რო დავანებოთ ყველა იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება კავკასიაში მოხდეს, აი ამ ალიანსები, რომელიც იკვრება, არ მინდა ახლა ამაზე გავცელდე, არ არის ამაზე საუბარი საჭირო ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან ჯერ. ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან ძლიერ მდგომარეობაში. ანუ ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? ნახეთ, საზღვარი გვაქვს ჩვენ სახმელეთო 1655 კილომეტრი. მათ შორის 723 კილომეტრი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. 446 გვაქვს თურქეთთან. აი მხოლოდ 446 კილომეტრი არის დივერსიფიცირებული, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საზღვარი იყო დაფიქსირებული და აი საზღვარი საბჭოთა კავშირის და თურქეთის საზღვარი გადიოდა იმ საზღვარზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორია ერქვა. 322 კილომეტრი არის აზერბაიჯანთან და 160-ზე ცოტა მეტი არის სომხეთთან. მოდი ახლა ჩვენ ვნახოთ, ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად
აი ამ ტერიტორიების დაცვა და მე გარწმუნებთ ჩვენი სამეზობლოს ხელისუფლებამაც მაქსიმუმი რომ მოინდომოს და მაქსიმალურად აუგზავნოს. Ну, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურები, რა თქმა უნდა, დაემორჩილებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერებს, მაგრამ არაფორმალური დაჯგუფებები, არაფორმალური სამხედრო შენაერთები რომ დაიწყო საქართველოში ამათმა შემოღწევა, რომ დაიწყო საქართველოში ის უბედურება, რაც იყო რამდენიმე საუკუნის წინ. ამის დაცვის გარანტი ვინ არის? აი მე თქვენ გეტყვით რამდენიმე ციფრს. კომუნისტების დროს საზღვარზე მსახურობდი ახალციხის სასაზღვრო რაზმში და ესეთი ციფრები ქონდა. აი ამ 400 კილომეტრიან საზღვარს იცავდა 2500-ზე მეტი ადამიანი. ანუ ორი რაზმი იყო, ეს იყო ბათუმის სასაზღვრო რაზმი და ახალციხის სასაზღვრო რაზმი. თითოში შედიოდა დაახლოებით 2000-2300 თავის რაზმიანად, რომელიც იყო ბათუმში და ახალციხეში განლაგებული და 15-16 ზასტავა თითო ზასტავის სამხედრო პატარა დანაყოფია, რომელიც საზღვარზეა განთავსებული. იქ თითო საზღვარზე, თითო ამ ზასტავაზე, ესე ვთქვათ, მსახურობდა 50-დან 55-60 ადამიანი. მათ შორის სამი ჯგუფი იყო სროლელები და სამხედროები. ერთი იყო კინოლოგთა ჯგუფი, ეს არის ძაღლები, ერთი იყო ტექნიკური, რომელიც აი ეგრეთ წოდებულ KSP იყო, რომელიც იყო გაბული მთელ ამ ტერიტორიაზე და ნუ კიდე რამდენიმე დანაყოფი იყო. ახლა წარმოიდგინეთ, მე ციფრებს გეტყვით. ზოგიერთი აი ზასტავა და ეს სამხედრო ნაწილი იცავდა 5-დან 6 კილომეტრამდე საზღვარს, რომელსაც ემსახურებოდა 60 კაცი. Ну, იყო იქ ზურგის ზასტავები იყო, რომელიც იცავდა 12, 18, 19 კილომეტრიან რადიუსს, მაგრამ ახლა მე რატომ მოვიყვანე ეს? ესე იგი 2500 კაცი საშუალოდ ემსახურებოდა აი 400 კილომეტრიან ზოლს. სადღაც 4.5 კაცი გამოდიოდა 1 კილომეტრ, ანუ ყოველ 400 მეტრში ან 300 მეტრში იდგა 200 მეტრში ერთი კაცი. რატომ მოვიყვანე ეს ციფრები? მე კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მსახურობდი 2 წელი და ზეპირად ვიცი როგორი ჯერ ერთი მომარაგება იყო და როგორი სიმკაცრე იყო. ჩვენ დაცული გვექნება საზღვრები, ბატონო დავით. ჩვენი საზღვრები მხოლოდ 700 კილომეტრიანი საზღვრები, რომელიც რუსეთთან არის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის ხელისუფლებას საერთოდ რო არ აინტერესებს საქართველოს, იქ მოიძებნება ისეთი ძალები, რომელსაც დააფინანსებს გადამთიელები და ეს ჩვენ გამოვლილი გვაქვს ჩეჩნეთის პირველი და მეორე კამპანიის დროს და მერწმუნეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ეგრეთ წოდებული ლეკიანობა შეიძლება დაიწყოს. ლეკიანობა დაიწყება აქ თარეში, დაიწყება თავდასხმები. ამას ხელს შეუწყობს აქაური ეკონომიკური მდგომარეობა. კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია, იმიტომ რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას გასაქცევი ევროპაშიც აღარ აქვს. ანუ ვინც წავიდა, ვინც ფეხი მოიკიდა, ყველამ ან შვილი, ან შვილი, ან ბიძაშვილი, ან ცავი წაიყვანა. აქედან უკვე წასვლაც ძალიან პრობლემური არის. ხვდებით რის თქვამი და ანუ ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამიტომ რუსეთთან ესეთი ენის მოჩლიქვით საუბარი, გინდა ოპოზიციისგან და გინდა იმ ხალხისგან, რომელიც თვლის თავს ძალიან პროდასავლურად, ეს არის უკვე დანაშაულის ტოლფასი. ეს დანაშაული უკვე გრძელდება 35 წელი. და ამაზე სამწუხაროდ პასუხი არავის არ უგია. არაგეს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გამეორდები 92 წლიდან საქართველოს მართავს ის ძალები, რომლებიც მოვიდნენ და დაამყარეს აქ კოლონიური მართლობა. კი ბატონო, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ლოკალური პრობლემების გადაწყვეტას, მათ შორის ნარკომანიასთან ბრძოლას, რაც მისასალმებელია და მე იმედი მაქვს, რომ ეს მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, მაგრამ იმის იქით საქართველოს საზღვრების დაცვა. აი ხო გეუბნებით 400 კილომეტრიან საზღვარს იცავდა 2500-2300 ადამიანი, პლუს მინუს შეიძლება შემეშალოს. და თქვენ წარმოიდგინეთ 1600 კილომეტრი რო დაიცვა შენ, რამდენი გჭირდება? აი იმ პარამეტრებით 10-12000 ადამიანი გჭირდება. ბატონო მიხელ, თქვენ ახლა ახსენეთ ნარკომანიასთან ბრძოლა, ეს კარგია და მისასალმებელია, ნუ ნახეთ ის მეტადონის პროგრამის შესახებ ცვლილებები, რომ სახელმწიფო აიღებს თავის კომპეტენციაში, ანუ აღარ ექნებათ ამ კერძო ფირმებს ამ დარიგების უფლება აღარ ექნებათ ასე, მაგრამ თვითონ სხვა ეს ნარკოტიკული საშუალებები. ანუ ჩვენი ქვეყანა არის პატარა. რომ მოიკითხო, ნუ ხელისუფლება გეტყვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგად დაცული გვაქვს საზღვრები, საბაჟო კონტროლიც ექვემდებარება ეს მკაცრ წესებს.
მაგრამ საიდანღაც ხო შემოდის ეს ნარკოტიკი. ეხლა ჩვენთან ყაყაჩოების პლანტაციები არ არის აქ. რო გაიხედო თავარი ტრასით რო გახვიდე, ველებია აღმოსავლეთითაც, დასავლეთითაც, ჩრდილოეთითაც, სამხრეთითაც, მაგრამ ამის გადამამუშავებელი ქარხნებიც ჩვენ აქ ავღანეთში როგორც არის, ისე არა გვაქვს. საიდანღაც ხო შემოდის. ძალიან დიდი რაოდენობა ნარკომანიის სენით დაავადებულთა რიცხვი არის საკმაოდ მოზრდილი. კარგია რომ ეს დაანონსდა და იმედია ამას მიაქცევა შესაბამისი ყურადღება, იჭერენ ამ ნარკობარიგებს, ესეც მისასალმებელია, მაგრამ აი ყოფილი პრაქტიკიდან გვახსოვს რომ ზურაბიშვილი იწყალებდა ხოლმე თავიდან ქვეყნდებოდა რომ ნარკოდილერებს იწყალებდა. მერე უბრალოდ ციფრი სახელდებოდა, რამდენი ადამიანი შეიწყალა, აღარ ხდებოდა ამის დამარცვლა, თუ რა დანაშაულების გამო მსჯავრდებულები შეიწყალა. ხო და აი ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, თქვენ როგორ მიგაჩნიათ ახლა საზღვრებზე რადგან ვლაპარაკობთ. ფაქტია რომ შემოდის მეზობელი ქვეყნებიდან. ახლა კონკრეტულად ვერ დავასახელებთ საიდან. ეს ტრაფიკები არსებობს. არც გვინდა და სამწუხაროდ საქართველოს ერთი პერიოდი მოიაზრებოდა ტრაფიკად, საიდანაც ჩვენი ტერიტორიის გავლით გადიოდა ეს უბედურება და საწამლავი და ხშირ შემთხვევაში ანაზღაურების სანაცვლოდ რჩებოდა აი ეს ნარკოტიკი, რომელიც მერე ვრცელდებოდა და იწამლებოდა ჩვენ და მე რამდენი თაობაზეა საუბარი, ერთი და ორი თაობა არა, მესამე თაობა, რომელიც აი ამ განუკურნებელი მე ვიტყოდი სენის ქვეშ არის, იმიტომ რომ განკურნება სჭირდება პირველ რიგში მორალური, ზნეობრივი მდგომარეობა, ჭირდება რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შეპყრობილი არის ამ უბედურებით, ხედავდეს ხვალინდელ დღეს, ხვალინდელ მომავალს ხედავდეს და მას ჰქონდეს мотиваცია იმისი, რომ თუ თავს დაანებებს ამას, ის იქნება თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე და დაიმკვიდრებს თავის ადგილს. მაგრამ ამავდროულად ჩვენ დაგვემართა დაახლოებით ის უბედურება, რაც დაემართა გერმანიას და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, ხო? ჩვენთან შემოდის 10,000-ობით, შეიძლება 1000-ობით ამ ეტაპზე აზიის ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებიდან ახალგაზრდები ძირითადად, რომლებიც არიან მოტივირებულები, რომლებიც არის საკმაოდ გაღიზიანებული, შე შემთხვევაში ვიტყოდი თავხედურად იქცევიან და რამდენიმე ვიდეოც გავცედა სოციალურ ქსელში. ამ ყველაფრის კუპირება, ამ ყველაფრისთვის ხელის მოჭერა ძალიან რთული პროცესია. მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი სამართალდამცავიც შეიძლება შეეწიროს ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით წლების მანძილზე ეს ხდებოდა გარკვეული თვალის დახუჭვით, ან რაღაც გარკვეული ანგარებით, ან გარკვეული უფრო მეცაც გეტყვით. არ არის გამორიცხული და დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ეს იყო დავალება იყო დასავლეთისგან, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, ეს უკვე ძალიან დიდი ბიძიების გადასაწყვეტი იყო, შეიძლება აქ ზოგ მაღალ ჩინოვნიკ, შეიძლება საერთოდ არ უნდა იმ ადამიანს ამის გაკეთება, მაგრამ უნდა გააკეთებია, იმიტომ რომ მას უნდა შეენარჩუნებია თანამდებობა, მაგრამ არა მარტო მას. შეიძლება სისტემა შექმნოდა ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ძალიან დიდ თანხებზია ლაპარაკი, მილიარდებით თანხაზეა ლაპარაკი და თუ ვინმე ამ სისტემას გადაუდგებოდა, ანუ პერსონალურად იგი გაითელებოდა. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მაიღო ეს თავის ხელში და მე მინდა იმედი ვიქონიო და იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავინახავთ სასამართლოებს. როდესაც საბრალდებო სკამზე დაждდებიან ის ბარიგები, ის ხალხი, რომელსაც შემოაქვს ავრცელებს ამ სასიკვდილო მანქანას, ხო? ნახოთ როგორ წავა პროცესები, ეს ერთ-ერთი კარგი ნიშანი არის, მაგრამ ამასთანავე ქვეყანაში უნდა გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც მისცემს საშუალებას ახალგაზრდა თაობას კონდეს იმედი და არ იყურებოდნენ. ხედავთ, რაზე აპელირებენ ჩვენი ეგრეთ წოდებული დასავლელი მეგობრები, ხო? ანუ თუ აგზალავენ და გადახედავენ ეს ვიზა ლიბერალიზაციას, მაშინ აქ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და მოხდება სერიოზული გამოსვლები. ამის იმედი აქვს. ხო, არა, ამის იმედი. კაია კალასი ამას ამბობს, სწორედ ამ წერილში,
გავიგებთ ალბათ უფრო მეტ დეტალს, რომ ჩვენ აქამდე გვეჭირა ისეთი პოზიციაო, რომ ამით არ გვინდოდა ქართველი ხალხისთვის მიგვეყენებინა რაიმე ტკივილიო. და აი ამ უვიზო რეჟიმის გაუქმებით რეალურად აისახება მასზე და ამასთანავე ეს იქნება ევროკავშირისადმი ნდობის მომენტიო. ანუ ეს კაია კალასი ამბობს ესეთ რამეს. ნდობის მომენტი ისინი ხმადა ვარ დარწმუნებული არ ფიქრობენ იმაზე, რომ ახლა ქართველი ხალხი გაბრაზდება თუ არ გაბრაზდება და ქუჩაში გამოვა და მომქვეთ ხელისუფლებას პრობლემა. არა. ისინი იმაზე ფიქრობენ, რომ ერთჩვენიერ დღეს საქართველოს მოსახლეობის თუ დღეს 30-40%, 50% არის დასავლეთის წინააღმდეგ და მერწმუნეთ 100-ია, ის ხალხი, ვინც 2-3 წლის წინ ხურალი მხარდაჭერი იყო დასავლეთის, ხედავს, რომ დასავლეთთან უკვე საერთო არ უნდა კონდეს არაფერი, იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ, უბრალოდ რეალურად სხვაზე მეტად აზროვნებენ და სხვაზე მეტად ხედავენ, რომ დასავლეთი აქედან წავა. ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები წავა და ჩვენ გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, საუდთა არაბეთში, გაერთიანებულ ემირატებში, ყატარში. ავღანეთიდან სამართლიანად იქიდანაც წავლენ, ისიც რატო წავლენ აი ამ აღმოსავლეთ ქვეყნებიდან? თუ 30, 40, 50 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდებოდათ ენერგომატარებლები, რომელიც ძალიან დიდი მოცულობა იყო კონცენტრირებული, ჩემს მიერ ჩამოთვლილი და კიდე სხვა ქვეყნებში, ხო? მაშინ მათ ჭირდებოდათ სამხედრო ძალა, რომლის საშუალებითაც, ანუ იმ სიმდიდრეს მთლიანად წაიღებდნენ და რაღაც კაპიკებს დაუტოვებდნენ ადგილურ მოსახლეობას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ის ტექნოლოგიები, რომლითაც მათ შეიძლება აწარმოონ ნავთობიც, გაზიც, ანუ თვითკმარნი გახდნენ აი ამ ენერგომატარებლებთან დაკავშირებით და უფრო მეტიც ჩვენ გავიხსენოთ უახლოესი ვიზიტი ტრამპის ახლო აღმოსავლეთში რამხელა თანხები წაიღო. ტრილიონობით თანხებზე იყო ლაპარაკი და წავიდა ეს ამერიკის ეკონომიკაში. ანუ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ ჭირდება იმ ფულის ხარჯვა და მილიარდობით დოლარის დახარჯვა იმ სამხედრო ბაზების შესანარჩუნებლად, რომელიც არის ახლო აღმოსავლეთში. კიდევ უფრო მეც გეტყვით, მოდით გავიხსენოთ რა შეჭირდებოდა ახლო აღმოსავლეთი 60-იან წლების, 70-იან წლებში, ესე ვთქვათ, 70-იან წლების დასაწყისიდან 80-იანი დასაწყისიდან დასავლეთს. გავიხსენოთ იოანე პავლე მეორის 4 თვიანი შეუწყვეტელი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც იგი ამ ქვეყნის ლიდერებს არწმუნებდა, რომ გაეზარდათ ნავთობის ამოღება, ამით მოხდარიყო საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის დაზიანება, რამე თუ $8-მდე დაეცა ერთი პერიოდი იყო საბჭოთა კავშირში ნავთობის ფასი, ანუ ამ ფასში ყიდდა საბჭოთა კავშირი და საკმაოდ სერიოზულად აისახა ეკონომიკაზე. ეს იმ დროს, როდესაც უკვე საბჭოთა კავშირის ეკონომიკა აღარ იყო არც 50-იანი, არც 60-იანი, არც 70-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკა და პრაქტიკულად აი ეს ნემსი, რომელსაც ქვია ნავთობის ნემზე დაждდა ქვეყანა. ნუ ფუნქცია დასავლეთისთვის, შენ თუ ფუნქცია დაკარგე, მას შენ აღარ ჭირდები. ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, ახლო აღმოსავლეთიდან მიდის ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ მას აღარ ჭირდება ის, რაც ჰქონდა და რაც უკვე თვითონ აქვს და საქართველოსდანაც ანალოგური მდგომარეობა იქნება. საქართველოს აღარ დაჭირდება იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში გადაწყდება საკითხი უკრაინასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პუტინის და სი ძინპინის შეხვედრა იქნება ახალი ათვლის წერტილი, რამდენ ხანში დასრულდება ომი, ეს უბედურება უკრაინაში და რამდენ ხანში მოხდება ევროკავშირის და ევროკავშირის შემავალი ქვეყნების გონზე მოსვლა. გონზე მოსვლას უბრუნდები ისევ იმას, რომ ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს. ნახეთ, რა სიტყვობს ვლადიმერ პუტინი. არა მარტო ომის შეწყვეტაზეა საუბარი, გამომწვევი მიზეზები აღმოფხვრათო. გამომწვევი მიზეზები ეს იყო, რომ უკრაინა მთელი თავისი სახელმწიფოებრიობით მაშინ რაც ჰქონდა კიდე, გახდა რუსეთისთვის საფრთხის შემცველი. ანალოგიურად აღმოსავლეთ ევროპა არის უკრაინაში სამწუხაროდ ეს ნეოფაშისტური განწყობები. აი ახლა იმ დღეს ვკითხულობდი საღამოს ეს საფეხბურთო მატჩი რო იყო სოფლიო კლუბების ფინალი. აი ეს პარიზული კლუბი, სადაც ჩვენი ვარსკვლავი კვარაცხელია თამაშობს, იქ არის მეკარე საფონოვი რუსი. ნუ ეროვნებით რუსია, მაგრამ ისეთი თავისი ამ სპორტული მონაცემებიდან გამომდინარე, უბრალოდ დუბლიური მეკარე არის. ახლა აპირებს ეს კლუბი გადაიბიროს ერთი უკრაინელი ფორვარდი
და პირობაში ჩაუდია. პირდაპირ ამბობს, რომ რუსი არ დამანახოთო იმ კლუბში. სხვა შემთხვევაში არ გადმოვალო. ანუ ეს შინაგანათა აქვთ მათ ეს. არა მხოლოდ რუსოფობია, უბრალოდ სიძულვილი აქვთ რა, აი ფაშიზმის ერთ-ერთი ელემენტია ესეთი რაღაც. ფაშიზმის ელემენტი უკრაინაში სამწუხაროდ განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში ეს მრავალი ათეული წლის განმავლობაში კულტივაცია ხდებოდა და სტალინის მკვლელობის შემდეგ, რაც ხრუშოვმა ჩაიდინა და როგორ მოამზადა უკრაინა ანტირუსულ პლაცდარმად, ეს ახლა მაღაზია ნუ გავცელდებით, ბევრი საუბრიო და ბევრი საუბრობს კიდე ამ თემაზე. ჩვენთვის ახლა მთავარი არის საქართველოს მდგომარეობა. საქართველოს პოზიცია იმ მოცემულ რეალობაში, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით, ხო? დასავლეთი თავისი ხიბლით ბოლო 5 საუკუნის განმავლობაში დასავლეთი იყო ძალიან მომხიბვლელი, ნაძარცვით დახოცილი, ანუ ხოცვა-ჟლეტის შედეგად შექმნილი კონტინენტი იყო და სხვის მას გამდიდრებული. მაგრამ დღეს ჩვენ რაც ვხედავთ, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია თვითმყმარი ენერგომატარებლებით, ანალოგიურად 2-3 წელიწადში აღმოსავლეთის ყველა ქვეყანა იქნება ტექნოლოგიურად, სამეცნიერო ტექნოლოგიურ პროგრესი იქნება ძალიან წინ წასული. ანუ ის დიდი განსხვავება რომელიც იყო 60-იან, 70-იან, 50-იან წლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ შორის პრაქტიკულად ქრება. და დღეს არ ვიცი ჩვენ რამდენიმე წლის შემდეგ სად უფრო მაღალი ტექნოლოგიები იქნება და რომელი კონტინენტი უფრო კარგად იქნება შეიარაღებული და რომელი უფრო მზად იქნება თავისი თავი დაიცვას და უფრო მეცაც გეტყვით ამ ევროპის ქვეყნების საზღვრების შეცვალოს. ევროპის ქვეყნების საზღვრები რო შეიცვლება, ამაში მე ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ პროცესები თავად ევროპამ და ევროპის წამყვან ქვეყნებმა შესთავაზეს თავიანთ ოპონენტებს და ეს ოპონენტები ყოველდღიურად უკვე იცვლიან მდგომარეობას. აი, ავიღოთ მაგალითად, აი სულ რამდენიმე დღეს წინ ბრიქსის სამიტი ჩატარდა, სადაც სამი ქვეყანამ განაცხადა შესვლა საუდის არაბეთი, არგენტინა და ნიგერია. ანუ სამივე ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ინდონეზია ბოდიში. ინდონეზია 350 მილიონი მოსახლეობა, მზარდი ეკონომიკა და ყველაფერი ის, რაც ჭირდება, აი თან ეს რა ადგილას არის აზიის, ასე ვთქვათ, უნიკალური ტერიტორია აქვს. რომელთაც შეიძლება ძალიან დიდი ეკონომიკური პრეფერენციები მიიღოს, ხო? მსოფლიო ეკონომიკის 40%-ია მთლიანად ამ. საუდის არაბეთი თავისთავად უკვე დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის ჩაეხსნა იმ ყველა ხელშეკრულებას, რომელიც დადებული ჰქონდა 50 წლიანი დოლართან დაკავშირებით მოგეხსენებათ და ამავდროულად ნიგერია, რომელიც ასევე მზარდი ეკონომიკებია. ანუ ის ქვეყნები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იძარცვებოდა, დღეს იბრუნებენ 40-იან წლების ბოლოს დაიბრუნეს დე იურე დამოუკიდებლობა და დღეს ჩემი გადასახედიდან ისინი იბრუნებენ დე ფაქტო დამოუკიდებლობას. ანუ მათ გაეხსნათ ხელი და დღეს არავის აღარ აქვს სურვილი ვიღაცას არჩინოს, ვიღაცა წაართვას. ანუ როგორც არავის აღარ აქვს სურვილი არჩინოს ვინმე, მათ შორის რუსეთსაც და მერწმუნეთ ჩვენ როგორი სიახლოვეც არ უნდა დავამყაროთ, როგორი სტრატეგიული პარტნიორიც არ უნდა გავხდეთ რუსეთის. სამხედრო პოლიტიკური, როგორც აი სურო აქ სიტყვაზე ბაზების განათავსოთ, თუმცა აფხაზეთში უკვე არის ეს მოცემულობა, მაინც არავის რჩენას არ აპირებს. და მეორე, არავის აღარ მისცემს უფლებას, რომ ვიღაცის პარაზიტობა მოახდინოს სხვა ქვეყნების და სხვა კონტინენტების ხარჯზე. ამიტომ აბსოლუტურად სიტუაცია იცვლება, აი ის მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს, არის უკვე დასრულებული, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ ახალი მოცემულობა არ არის. ახალი მოცემულობა მე მაინც ვფიქრობ და ჩემი კოლეგები ამდენიმე ყოველ შემთხვევაში ბატონ თემურფიას თამადობით, რომ კაპიტალიზმის დასრულების შემდეგ მაინც მოგვიწევს ჩვენ სოციალისტურ რელსებზე გადასვლა. და ამის მაგალითი ჩვენ მოგცა ბატონმა ამხანაგმა სტალინმა, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, სადაც ყველა იყო მეტნაკლებად უზრუნველყოფილი, მეტნაკლები მოთხოვნების დაკმაყოფილებით, მაგრამ არ იყო იმხელა განსხვავება, რომელსაც ჩვენ ბოლო 30 წელი ვხედავთ. ევროპაშიც კი, ბატონ დავით, 45-დან 85 წლის ჩათვლით, აი ამხელა განსხვავება, რომელსაც დღეს ყოველდღიურად საშუალო კლასი ევროპაში ცირდება. ანუ რჩებიან ან ძალიან მდიდრები, ან ძალიან ღარიბები.
გერმანელები აქვეყნებენ ამ სტატისტიკას. ხო, მეგობრებს ვესაუბრები გერმანიაში და ძალიან ძლიერ მდგომარეობა, როდესაც ევროპიდან ათობით და ათასობით შეიძლება უკვე საწარმო გადადის სხვადასხვა ქვეყნებში, ის საშუალო კლასის მიყვება ინჟინერი, მშენებელი, კვალიფიციური ასე ვთქვათ, ხელოსანი. აღმოსავლეთ გერმანიაში არის ქალაქები, რომლებიც მოსახლეობისგან იცლება. ასეთიც აი დოიჩე ველეზე ვნახე 2 კვირის წინ იყო მასალა. ხო, ანუ ეს მოცემულობა უკვე იმდენად არის ყველასთვის თვალნათელი, რომ დღეს ევროკავშირმა რა თუ ევროპის საბჭომ თუ მის დაგვიწესა წესები მაგათ არც ის მაინტერესებს არც ის, მაგრამ ჩვენ გვეხებიან, ეს იქნება აბსოლუტურად კიდე ერთი ასე ვთქვათ აგვიფრიალებენ ვითომ რაღაცის გაკეთება უნდა. არ შედის მათ ინტერესებში. აი მათ თუ ეს გააკეთეს, მერე ნახეთ ჩვენი და ჩვენი თანამოაზრეების ხმალამოღებული ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი საერთოდ უნდა გავყაროთ, იმიტომ რომ 33 წელი მათ საქართველოს მიწასთან გასწორებამდე მიიყვანეს და დღეს უბრალოდ აზგვეუბნებიან. თუ შენ პედერასტიას, თუ შენ აი ამ ლიბერალურ ღირებულებებს, აი ჩამონათვალი რაც არის ამ მაშინ რეზოლუციაში ამას არ მიიღებ, თან იციან რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია ქართველისთვის. კარგი, ჩამიდე იქ სასამართლო. ჩამიდე იქ რაღაცა ისეთი ღირებულებები, რომელიც ზოგადად საკაცობრიოა და ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისთვის მისაღებია. რატო არ უბედავენ საუდის არაბეთს, ყატარს? აი, იმ ქვეყნებს რატო ვერ ესაუბრებიან აი ამ ტონით, რომ დემოკრატია რატო არ აქვს? იმიტომ რომ ისეთ მას მიიღებენ პასუხს და ესეთ სილას მიიღებენ, ცოტა არ მოეჩვენებათ, ხო? და ნახოთ ახლა როგორ დავდგებით ჩვენ. აქ მარტო ხელისუფლებაზე არა საუბარი. აქ ქართველი ხალხი და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი, ყველა რელიგიის წარმომადგენელი და ყველა ეროვნების წარმომადგენელი დადგეს თავის სიმაღლეზე. რომ ჩვენ კარგავთ ქვეყანას. ჩვენ თუ წამოგვიკიდეს იმ ანკეტზე, რომელსაც ქვია ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების და გადახვედის შედეგად, აქ გამოიწვიეს მასობრივი საპროტესტო აქციები, ამას ავტომატურად მერწმუნეთ მოყვება კარგად მომზადებული დაჯგუფებები ახალგაზრდების, რომლებიც ამ ასე ვთქვათ პროტესტს გადაზრდიან, ან შეეცდებიან რევოლუციაში. შეეცდებიან, უბრალოდ გადაზარდონ რევოლუციაში. დაფინანსებაც სააქვთ ამისთვის. დაფინანსება ეხლა ის 100 მილიონი თუ 50 თუ 70 მილიონს კიდე ერთხელ გამოუყოფენ, რომ საბოლოოდ ეს ქვეყანა ასე ვთქვათ განადგურდეს და მერე უკვე აქ ჩვენი ქვეყნის შემკრები აღარავინ იქნება. გამომდინარე, აი ახლა ეს ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობენ აზერბაიჯანის და სასომხეთის აი ამ რაღაცა ძალიან დაახლოებაზე და ერთი იდეის. ანუ გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე. ხო, გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე და მე მწუხარ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დასავლეთი ამ შემთხვევაში ანგლოსაქსები თურქების ხელით კიდე ერთ შეცდომას დააშვებიებენ, როგორც ჩვენ ძმებს აზერბაიჯანელებს, ასევე ჩვენ ძმებს სომხეთს. შეცდომას დააშვებიებენ, მე მინდა ხაზი გავუსვა. ეხლა პირდაპირ ეს რასაც ვაკვირდებით მოვლენები როგორც ვითარდება, ასე ჩანს რომ აი ალიევი მიდის რისკებზე. მაგრამ ალიევსაც არა აქვს მარტივი მდგომარეობა, წნეხი მას აქვს, გნებავთ იგივე თურქეთისგან, რომელიც მათი ასე ვთქვათ ბიძაშვილები არიან და თავად თურქებიც და აზერბაიჯანელებიც მიიჩნევენ რომ ისინი არის ერთი ხალხი, უბრალოდ ორი სახელმწიფო. მაგრამ გარდა ამისა, ისრაელიც გავლენის მქონეა აზერბაიჯანზე. ირანთან არა აქვს მარტივი ურთიერთობა. სომხეთს რაც შეეხება, ეხლა პაშინიანის ტვინი საერთოდ მოწყობილია ისე, როგორც ყველა ეგ ჩვენთან ქართველი რიგითი ლიბერალების მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ყოველდღიური მატერიალური კეთილდღეობა, აგერ თავიანთ ეკლესიასაც დაარტყა, კოლექციონერია ამ ძვირფასი საათების და ურჩევნია სანამ ცოცხალია კარგად იყოს ასევე ნაწილობრივ ალბათ წარმოდგენა აქვს რომ ოდესღაც სომხეთი საკმაოდ აქტიურად იყო თურქულ რეალობაში მთელი რიგი ქალაქები იყო იქ ჯერ კიდე გასული საუკუნის აი ცნობილი მოვლენები რაც იყო რომელსაც გენოციდს უწოდებენ მანამდე არაერთი ისეთი მსხვილი თურქული ქალაქი იყო სადაც საკმაო რაოდენობით სომხები ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ, იყვნენ პოეტები, ექიმები, ვექილები, რა ვიცი, ყველანაირად განვითარებული. თავად აი კონსტანტინოპოლში ისტორიულ
კონსტანტინოპოლში, სტამბოლში უბნები იყო მთელი სომხური, სადაც სომხური წარწერები იყო, ტრანსპარანტები იყო გამოგრული. ხო და აი პაშინიანს მიაჩნია, რომ ასე შეიძლება ესაზღვრები თუ იქნება გახსნილი თურქეთთან უფრო მეტ ხეირს ნახავენ, აგერ ახლა ამჟამად უთქვამს, რომ ოდკბ-ში წევრობა არა თუ აღდგება, პირიქით ოდკბ-დან უფრო მალე გამოვალთო ჩვენ საბოლოოდ, ანუ უბრალოდ შეჩერებულია ახლა მონაწილეობა. ხო და აი ამ რეალობაში შეიძლება აღმოუჩნდეთ ჩვენც, ან ჩვენ საქართველო დაიწყებს თამაშს ამ თურქულ მოედანზე, მაგრამ რუსეთი შეიძლება კი კარგავდეს კავკასიას ამ გაგებით. მაგრამ რუსეთი კავკასიის გარეშე გაძლებს ასე თუ ისე. თვითყოფადი თვითკმარი ქვეყანა არის. მაგრამ აი ეს სამი ქვეყანა, სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი გაძლებს თუ არა რუსეთის გარეშე, ეს სხვა საკითხია. ბაუნდავით, ჩვენ გადაცემა დავიწყეთ, მე ვთქვი, რომ წარმოვიდგინოთ, რომ კავკასიონის ქედს იქით არის რუსეთი, მაგრამ ის არ არის დაინტერესებული კავკასიით. ვინც რუსეთი იცის და კარგად იცნობს რუსეთს, მას შეუძლია, ეს არის იმპერია, თავისი აზროვნები და ყველა რუსი თითქმის როგორც ბრიტანელი, დაუშვათ ამერიკელი, ეს არის ჩინელი, ეს არის იმპერიული აზროვნება აქვს, იმიტომ რომ ხა სისხლში აქვს ეს განდგმული. ერთვენიერ დღეს მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა თქვა, რომ იცით რა, რაც გინდათ ის გიქნიათ. ანუ იმდენი ძალა კი იქნება, რომ ჩაკეტოს კარგად ჩაკეტოს თავის საზღვრები და ძალიან მკაცრად გააფრთხილოს ყველა, რომ აქ ბუზი არ შემოფრინდეს. თორემ მერე ყველას გექნება პრობლემა, ხო? მერე ჩვენ აღმოჩნდებით იქ, სადაც აღმოჩნდებით, სადაც ჩვენი ადგილი ისტორიულად შეიძლება ტერიტორიულად არის, მაგრამ არ არის ისტორიულად. ანუ ჩვენი ლიბერალები ხოობენ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ. და როგორ წარმოუდგენიათ ახლა ჩვენ ლიბერალებს, ოპოზიცია რო ქვია ახლა და ერთმანეთს რო დაჭამეს და ორი იღებს მონაწილეობას, სამი არ იღებს, ერთმანეთის აგენტი, ზოგმა ივანიშვილის აგენტი ხარო, ნუ ეგეთი კიდე სხვა პროცესები ხდება, რომელიც ძალიან კარგია ქვეყნისთვის, ხო? შენ თუ პროდასავლური ხარ, შენ როგორ შეხედავ იმ მომენტს, როდესაც შეხვდები აი ამ დიდი ტურანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ხო? ყველა ქვეყანა ვიმეორებ. ყველა ქვეყანა მათ შორის ირანი, მათ შორის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი საკუთარი ინტერესებიდან გამოდის. ამ შემთხვევაში საკუთარი ინტერესებიდან გამოდის პაშინიანი და არა სომეხ ხალხის ინტერესებიდან. თუმცა პაშინიანი ახლა ამბობს, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა. ხო, არა, თუ ევროკავშირის წევრობა გინდა და ერთვენიერ დღეს რუსეთმა თქვა, რომ მე 1 წლით ან 2 წლით თვალს დავხუჭავ ყველაფერზე. პაპატია, დაგიხოციათ ერთმანეთი და მერე მაინც სად წახვალთ, არავის არ ეგონოს ის, რომ რუსეთი რა მდგომარეობაში არ უნდა იყოს. ის ვერ გამოვა და ვერ მონახავს საერთო ენას თურქებთან. მონახავს საერთო ენას მშვიდობიანი გზით. მონახავს. მაგრამ ღმერთად დაიფაროს, არც სამხედრო კონფლიქტზე არ დაიხევს უკან თუ დაინახა, რომ სამხრეთ კავკასიაში ის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება აფეთქდეს გლობალურად და არა ლოკალურად. აქ დაგეთანხმებოდით, ბატონ მიხეილ, რუსეთს აქვს საკმაოზე მეტად დიდი გამოცდილება თურქეთთან ურთიერთობის. გნებავთ ის 12 ომი, რომელიც აწარმოა, აქედან 10 მოიგო, ყაიმით დასრულდა, ნუ ერთი იქ იყო კიდე ლოკალური მოგება თურქეთის, მაგრამ რაღაც მცირეხნიანი. რუსეთის ხელმძღვანელები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ მათთვის თურქეთის ხელმძღვანელობა არის პროგნოზირებადი. ანუ შესწავლილი ხო, ეს აჰმედ დავითოღლუს როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მოხდა თურქული გამანადგურებლის მიერ ბომბდამშენის ჩამოგდება რუსულის. როგორ დაიძაბა იქ ურთიერთობა, ტურისტების შესვლა აკრძალა რუსეთმა, მოუწოდა ყველა თავის რუსებს, რომ ფეხი არ დავინახო თქვენი იქ თურქეთშიო და აკრძალა იქ ტომატების იმპორტი დიდი რაოდენობით შედიოდა და ერდოღანმა თვითონ აკრიფა პუტინის ელაპარაკა უკვე ისეთი შეცვლილი ტონალობით და პირადად უხდიდა მას ბოდიშებს. ხო, კომპენსაცია გადაუხადეს იმ გადაცვლილის ოჯახს, ვილა აჩუქეს ბოსფორზე და რუსეთმა ეს მიიღო, ვინაიდან ისინი არიან მათთვის პროგნოზირებადები. თუ კი რუსეთი ხედავს, რომ აქ ეს ქართველები, სომხები არ გვემორჩილებიან.
ანუ რაღაც რიგ საკითხებში, ძირითად კომპონენტებში, რაც ზოგადი ამ კავკასიის პოლიტიკას ეხება, არ გვეპუებიან და ამბობენ რომ უნდა დასავლეთში. მაგრამ რუსეთს არ უნდა კავკასიაში დასავლეთის დანახვა. რუსეთს ჰქონდა ევროკავშირ რუსეთის ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ფაქტობრივად გააუქმა, იმიტომ რომ ვერავითარი ხეირი და პროგნოზი ვერ წაიკითხა ამ საბჭოს მუშაობაში. ევროკავშირი არ არის მისთვის გამჭირვალე მოქმედებებში, არ არის სანდო პარტნიორი. ამას ხშირად ამბობს პუტინიც, ლავროვიც, ვერ დაინახეს ვერასდროს ევროკავშირთან შემხვედრი ნაბიჯები. ახლა ევროკავშირი ხომ ზესეფიცება ამერიკის შეერთებულ შტატებს. აი დონალდ ტრამპი გამოვიდა და 30%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა მთელ ამ პროდუქტს. ანუ უკრაინის მიმართებითაც ევროკავშირი დაკარგავს სახეს უკრაინასთან მიმართებაში ტრამპი რო იყოს უფრო ხისტი. უკვე კარგავენ. დღეს იტალიამ გააკეთა განცხადება, რომ ამ სამხედრო შესყიდვებში მონაწილეობას არ მიიღებს. კიდე სხვები საფრანგეთმა გააკეთა. ხო და აი რუსეთი ხელმძღვანელობს ამით, რომ თურქეთი მისთვის პროგნოზირებადია. დაე აზერო თურქებმა იმდენ იქნან, რომ საქართველოს და სომხეთი ჩაყლაპონ საერთოდ, გადაყლაპონ. აი ესლა ბლოგერებს აქვს ორი რუკა. თურქეთისა და აზერბაიჯანის რუკები ან დროშები ამ ტერიტორიაზე გაერთიანებული, საერთოდ საქართველოს და სომხეთი იქ აღარ არის. ხო ბოდიში. დაე ასეც მოხდესო რუსები ფიქრობენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა. შთან თქონ სომხები და ქართველები აზერო-თურქებმა. აირიონ, აითქვიფოს აქ საერთოდ გადამრავლდნენ და ყველაფერი მოხდეს. თურქებთან მოვნახავთ უფრო მარტივად გამოსავალს და მოვილაპარაკებთ. თავარი არ დავინახოთ აქ აი როგორც русები იტყვიან, чтоб духа тут не видели. კი ბატონო. И американцев и европейцев. ხო, ან როგორც ამბობენ. რამდენიმე გადაცემაში ვთქვი, ახლა ძალიან მოდა შემოვიდა ბატონი ჟირინოვსკის წინასწარმეტყველებები და 2000 წელს გვითხრა დელეგაცია ვიყავით ჩასულები, რომ თქვენთან არ იფიქროთ, რომ ამერიკელები მოვლენ, თურქები მოვლენო. ანუ ზუსტად ის სიტყვები მიდგას აი ყურში. მესმის რომ თქვენთან მოვლენ თურქები ამერიკელების და ბრიტანელების მიერ ხელდასმული, გათამამებული, გაძლიერებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მოდიან ფაქტია რომ ეს არის და თქვენ მართალი ბრძანდებით. რუსეთი არის რატო თქვი რომ იმპერია მას შეუულია რამდენიმე წელი 2, 3, 5, 10 ასად არის ჩქარებათ. ეს ჩვენ გვეჩქარება ქართველებს და პატარა ქვეყნებს რომ გუშინ გვინდა ყველაფერი. დღეს კი არა, გუშინ რაც მოხდა იმაზე წამოუყვება ქართველი. და რომნები დღეს მოხდება ახვალ, არა, ჯერ მოხდეს და მე დავდგები შენ გვერდჭიო. ამიტომ რუსმა ღმერთმა დაიფაროს. რუსმა აიღო საქაურობაზე ხელი და ინტერესი დაკარგო საქაურობის. აი ესე დაждდება რამდენიმე წელი ზევიდან დაგხვედავს და მე სად წახვალთ? რო იქნება აგრესიული სიტუაცია და თბილისი აღარ იქნება ქართული ქალაქი, როგორც იყო 3-4 საუკუნის წინ. აი იმ მდგომარეობამდე თუ მივალთ, კი ბატონო, თუ ეს ჩვენი არჩევანია, თუ ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ეს ეკონომიკური ექსპანსიაც ამართლებს. კი, რატო უნდა მოიკლას რუსმა შენ გამოთავე, აი რატო უნდა გეხვეწოს, რომ იცი რა, მოდი შენი ჭირიმე რა, როგორმე, აი შენ გადაგარჩენო, ოღონდ არა შენი ძახი არ მინდა მე გადარჩენა, მე უნდა დავიღობო თან ამ გადარჩენის დროს დედას აგინებ, ამას აგინებ, არ ეს რაც უკრებმა გააკეთეს, ანუ უკრები ამ რეჟიმში არიანო. მოდი შევხედოთ, აი ახლა რამდენი პოეტი, რამდენი მწერალი, რამდენი კომპოზიტორი, რამდენი მომღერალი, რამდენი რუსეთის ელიტის წარმომადგენელი არის საქართველოში, ან ნამყოფი, ან აქედან ასე დაფრთიანებული და რამდენი სხვა ქვეყნის, შორის ძალიან ბევრი წარჩინებული სომეხი ერის წარმომადგენელი საბჭოთა კავშირში, რუსეთის იმპერიაში საქართველოსდან იყო წარმოშვებით და ეს როგორც ჩვენი სიამაყე, ასევე სომეხი ხალხის სიამაყე, ასევე აზერბაიჯანელები, რომლებიც ერთხელ მახსოვს ანკარაში კონფერენცია იყო შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის და აზერბაიჯანის დელეგაციაში, 8 კაციან დელეგაციაში 5 იყო ბოლნისიდან, მარნეულიდან და ქართულად საუბრობდნენ ისე როგორც ჩვენ. ანუ დაუბრუნდები ისე იმას, რატო ჩამოდიოდნენ ეს მწერლები აქ, რატო ჩამოდიოდნენ ეს კომპოზიტორი, რატო საფრანგეთიდან ერთი ძიუმა იყო ნამყოფი და მოკლედ მის მოგზაურობაზე საუბრობს უყველა, ხო? რატო არ ჩამოდიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დაუშვათ სხვა ქვეყნებიდან, ჩინეთიდან? ნუ რაღაცა არის ისეთი ჩვენ ორ ქვეყანას შორის, გინდა სულიერება და ვარქვათ, გინდა მართლმა გამაერთიანებელი სარწმუნოება, გრებავთ ის დავარქვათ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოსა ვართ და ძალიან მარტივად უგებთ ერთმანეთს, როცა ჩვენ შორის არავინ არ არის.
როგორც კი ჩვენ შორის არავინ არ იქნება, ჩვენ დაახლოებით 1 წელიც არ გვინდა იმისთვის, რომ აი ეს ურთიერთობები მოვაწესრიგოთ. ამავე დროს რუსეთშიც არის ეს პრობლემა, რომ იქაც არის ძალები, რომელსაც არ აწყობს საქართველოს და რუსეთის დაახლოება, რომ ეს რუსეთს ძალიან დიდ ძალას მისცემს, ძალიან დიდ ენერგეტიკას მისცემს. ჩვენ მოგცემს ფიზიკურ ძალას. მათ ისინი მიიღებენ ჩვენ სულიერ ძალას და იმ ურთიერთობას, რომელიც ქართველი კაცისგან მათ ყოველთვის ისტორიულად ახსოვდა. ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ სოულაში ახალგაზრდები დადიან, რომელიც საქართველოს ალბათ პირველად ან მეორედ, მაგრამ ისინი საქართველოზე მათ ესმოდათ ბავშვობიდან. აი პატარები ხან ბები ალაპარაკობდა, ხან ბაბუ ალაპარაკობდა, შეიძლება მშობლები საუბრობდნენ და ეს ილექება და მე განწყობა ჩდება ასეთი. იქ რომ დადიხარ თბილისის ქუჩებში და პირველი ტაძრები, ერთ-ერთი პირველი ტაძრები თბილისში რომელიც შემორჩა, ერთ-ერთი არის ეს არის რუსული 1800 წელს შემოვიდნენ რუსები, იგივე წმინდა ნინოს ტაძარი მთაწმინდაზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილი შენობის პირდაპირ, იგივე აღმაშენებელზე რუსული ტაძარი, იგივე თქვენ ასე ვთქვათ ზევით მთაწმინდაზე რო არის. ხო, ტვერელის. ანუ ეს ვორონცოვ დაშკოვი და მისი ცოლი იყვნენ ტიტორები. ანუ ესენი იყო ხალხი, რომელიც შემოიტანეს შეგვინარჩუნეს, კი არ შემოიტანეს, შეგვინარჩუნეს ის. თორე ჩვენ მიწასთან გასწორებულები 1800 წელს საქართველოს მიწასთან გასწორებული იყო. ერთ-ერთი მეფის, ბოლო მეფის კურთხევის აღარ მახსოვს ახლა არ მახსოვს, მაგრამ არ მინდა შევწდე. ტიპიკონი არ ახსოვდათ. როგორ მირონცხება, როგორ მოხდარიყო. ტიპიკონი დაკარგული იყო ტიპიკონი, იმიტომ რომ 2 საუკუნე საქართველოში მირონცხებული მეფე არ იყო. და რაღაცა მე ძველი დოკუმენტები იპოვეს ათონის მთიდან იმ და მოგეთ მოახერხეს ის და აღადგინეს, ხო? აქამდე თუ გვინდა მივიდეთ. კი ბატონო, მივიდეთ. მაგრამ ეს არც მე ვიქნები შეურაცხყოფილი ამითი, არც თქვენ, არც აი ამ პეტიციაზე ხელმომწერები და მხარდამჭერები არ იქნება შეურაცხყოფილი. შეურაცხყოფილი დარჩება ისევ ქართველი ხალხი და გაუბედურებული დარჩება ქართველი ხალხი. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის გადავირჩინოთ თავი. ერთადერთი ქვეყანა ვისთანაც ჩვენ შეგიძლია ფიზიკურად გადარჩე, გონებრივად განვითარდე, მენტალურად წაიწიო წინ, არის რუსეთი. დავინახეთ 25 წელი, ერთმა ქალბატონმა მითხრა გუშინ დარეკა. რომ ესა მიშაო თქვენო ერთ რეგიონს ლაპარაკობთ, მაგრამ მაინც რო გისმენთო. სამწუხაროდ სხვა სასაუბრო, ჩემო ძვირფასებო, მადლობა ამ ქალბატონს, ძალიან დიდი სიტყვა და სიყვარულით დარეკა და ყველა მოგვიკითხა და ყველას წარმატება გვისურვა. სამწუხაროდ ყველაფერი ნათქვა მე ბატონო დავით. ეხლა ვინმე არ თქვას და ვერავინ ვერ იტყვის, რომ რომელიმე ჩვენთაგანმა, ჩვენმა კოლეგებმა, იმ ხალხმა, ვინც ამ საქმეშია ჩართული, ერთი მისხალი დავაკელით. უკან დავიხიეთ, ან შეგვეშინდა, ან მოგვერიდა, ან რაღაცას ვთქვათ, ვიღაცას ენა არა, ჩვენ ეს ყველაფერი აწი რაღა უნდა ვთქვათ. აი უბრალოდ ახლა ვფიქრობ ხოლმე რა. მე უბრალოდ ახლა თქვი ის რა წინაპირობები და რამდენად ახლოს არის ის კატასტროფა, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეთ. აღმოჩნდეთ არა მარტო საქართველოს, აღმოჩნდება აზერბაიჯანის და აღმოჩნდება სომხეთის. და ბატონ მიხეილ, მართლა ურევენ ისინი, აი ეს ანგლოსაქსებზე რო არის ლაპარაკი, აქ კავკასიაში ხელს სერიოზულად ურევენ, აფათურებენ ხელებს. ეს ტყუილა არ არის. აი ეხლა მაგ გახსნილი რადიო თავისუფლების ინფორმაცია არის, რომ ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ განიხილავს სომხეთს, რომელსაც შავ ზღვასთან შეხების წერტილიც არ აქვს. და მე გეტყვით რატომ განიხილავს და რეალურად ქონდა ეს შავ ზღვასთან შეხების წერტილი. ჯერ კიდე მენშევიკების დროს, აი პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე წარდგენილი მე ორიგინალები მაქვს შენახული, უბრალოდ კარგი ასლები ორიგინალების მუსავატისტების მიერ წარდგენილი რუკების, ანუ აზერბაიჯანელების რა მოთხოვნები ჰქონდათ, ტერიტორიული, დაშნაკების და ასევე მენშევიკების. ხო და აი დაშნაკებს არც მეტი არც ნაკლები ქობულეთამდე გასასვლელი უნდათ ზღვაზე და ვუდრო ვილსონმა როდესაც დიდი სომხეთი აი შემოხაზა რომ თურქეთი როგორ უნდა დაშლილიყო პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იქ სომხებს ზღვაზე გასასვლელი ჰქონდათ ხო და აქ რაიმე ტყვილი კი არ წერია იგივე იმ ურჩობისთვის თუ საქართველოს რაღაცას განაგრძობს ამ ურჩობას ევროკავშირთან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველანაირი კონფიგურაცია შეიძლება შეიცვალოს. საზღვრებით დაიწყეთ თქვენ. აი ამ საზღვრებზე მაქვს სწორედ ლაპარაკი. თუ ევროკავშირში უნდა შეიცვალოს საზღვრები და ევროკავშირის ლიდერები ამისთვის მუშაობენ, ისინი რატო დაგინდობენ?
მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კი იძახის ახლა დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ ისევ დიადი უნდა გავხადოო და ეკონომიკა და მრეწველობა დავაბრუნო, მაგრამ მუშახელი ანუ სოფლიო აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში განსაკუთრებით ეს აღმოსავლური ქვეყნები, დასავლური ცივილიზაცია, რომ მას არ იყოლება კვალიფიციური მუშახელი აღარ აყავს. ანუ ვინც ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, არავის მუშაობა არ უნდა. ყველას აძლევენ რაღაც შემწეობას, რომლითაც ასე თუ ისე თავს ირჩენს და მეტი არ ჭირდება. კვალიფიციური კადრები უკვე ასაკოვანი არის და მათ აღარ შეუულიათ ჩარხებთან, დაზგებთან და წარმოებაში მუშაობა. ამერიკის შეერთებული შტატების აი ეს გაბერილი ეკონომიკა, VVP რო ქვია, არის მაღალი ტექნოლოგიები, ეს არის აი ეს ქსელები, ეს არის სოციქსელები თუ 1000 სხვა ტექნოლოგია, სადაც შეიძლება ერთმა კაცმა იმუშაოს და შექმნას მილიარდობით, ასე ვთქვათ, ვირტუალური ქონება, მაგრამ როგორც კი შენ მიდიხარ ქარხნის აშენებაზე, შენ მიდიხარ კონკრეტულ ანუ ფიზიკურად თორსა ეხები. იქ უკვე პრობლემა ხდება და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პრობლემა აქვს. მოდი გავიხსენოთ ინდუსტრიალიზაცია. საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაცია როგორ მოხდა? ვინ მოახდინა ინდუსტრიალიზაცია? ანუ 80% ფაბრიკა ქარხნებში საბჭოთა კავშირში ავიღოთ რუსეთი პირველ რიგში. დასაქმებული იყვნენ რეგიონებიდან, სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები. რომლითაც სტიმული რა იყო, აი რომ ჩამოვიდოდა მოსკოვში მაგალითად, ხო? ის ხდებოდა რაღაც სასწაულში. მთელი ცხოვრება ტალახში ქონდა ფეხი და ჩამოვიდა და ნახა ქვაფენილი, ნახა ასფალტი, ნახა ცივილური. ანუ მას მისცეს სამსახური. მას მისცეს დააყენეს ჩარხთან. მას მისცეს ანაზღაურება. ბინა ასეთი იყო თუ ისეთი იყო. მისცეს გათბობიანი სახლი, კომუნალური იყო თუ არაკომუნალური. მერე ეს ყველაფერი ხო გადაიზარდა უკვე კლასები ჩამოყალიბდა. საქართველოშიც ასე იყო, ზუსტად ასე იყო. მეტრომშენი ან ტროლეიბუსების მძღოლებს რეგიონებიდან ეპატიჟებოდნენ ახალგაზრდებს, ხო? პტუ-ში გადიოდა, მოამზადებდნენ, ვთქვათ, აიღებდა კატეგორიის, მერე ბინის რიგში დგებოდა, მერე ბინებს აძლევდნენ. აი ეს მთელი ახალი დასახლებები, ნუ მაშინ 80-იანების დასაწყისში. გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი, აი ეს საძილე რაიონები. სულ ასეთი ხალხი, ნუ ცუბიძის პლატოც აიღეთ, თუ გნებავთ. ანუ ასეთ ქარხნებში ჯგუფის უფროსები იყვნენ, მაყურებლები იყვნენ, აი ამ ხალხს ურიგებდნენ ამ ბინებს, ხო? ეს მუშათა კლასი იყო. და დღეს ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? სოფლის მეურნეობა მოშლილია და 80% ჩვენ ექსპორტირებული გვაქვს საკვები. ხვალ რო ქარხნები აგვიშენონ, ჩვენ მაინც არ გვეყოლება ის მუშახელი. ანუ შენ თავიდან გეყოლება, ჯერ თავიდან გექნება ასაშენებელი ტექნიკუმები, თავიდან გექნება ასაშენებელი საწარმოები, აშენებული, თავშოთ არსებობს აშენებული საწარმო. ვინ შეკავს შეგნით? ავტომატურად შენ მოგიწევს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს რუსეთიდან ჩამოდიოდნენ, ასწავლიდნენ, ხსნიდნენ, მას რა ქვია, ქარხნებს, მერე ზოგი რჩებოდა, ზოგი მიდიოდა. და ახალგაზრდები იმიტომ რომ შრომა იყო დაფასებული, ახლა სხვა თემას შევეხე, რის გარეშეც გამორიცხულია. შრომა იყო დაფასებული, შრომელი ადამიანი იყო დაფასებული. მუშას მეფოლადეს ჰქონდა 700, 800, 1000 მაინეთი ჰქონდა, იგივე ხელფასი რაც გენერალს, მარშალს და აკადემიკოს ჰქონდა. და დღეს არავის აღარ უნდა მუშაობა. იმიტომ კი არა ზარმაცია ქართველი კაცი, არა. უბრალოდ იმ თავისი მაპატიეთ აი ვირული არავის არ ეწყინოს. შრომის შედეგად დღეში 60 ლარს აიღებს. შეიძლება ხელოსანმა აიღოს 100-120 ლარი, ზოგი შეიძლება 200 ლარს იღოს, მაგრამ 60 ლარი დღეს არაფერი არ არის. იმ ფასებში რა ფასების დღეს არის საქართველოში და თბილისში. დღეს კახეთიდან და ამერიკა ჩემო მეგობარმა. ჩემთან უბანშიო თბილისში სადაც ცხოვრობ 70 თეთრი თუ 80 თეთრი ღირსო საზამთრო და კახეთში ღირსო ლარიო. წვანილი თბილისში უფრო ეფია ვიდრე კახეთშიო. ანუ დისბალანსი, იმხელა დისბალანსი შეიქმნა, რომელიც გამოსწორებაც აი იმ ეკონომიკური მოდელით რა ეკონომიკური მოდელითაც ჩვენ დღეს ცხოვრობთ ბოლო საქართველოს მათ შორის ბოლო 30-35 წელი მიგვიყვანა აქამდე და სოფლიო მიიყვანა ამ კრიზისამდე. სოფლიო მიიყვანა იმ კრიზისამდე რომ თუ არა რუსეთის გაძარცვა დასავლეთი რჩება მშიერი. ანუ აი ეს არჩევანი აქვს. ან უნდა მოკვდნენ მშივრები და თქვით ჩვენ და ან უნდა დაამარცხონ რუსეთი. არც ერთი გამოვიდა, არც მეორე, მაგრამ აი ამ მეორე პოლიგონის გახსნაზე კავკასია რომელსაც ქვია და რომელსაც ჯერჯერობით სამწუხაროდ რაღაცა არის ამის წინაპირობები, შეიძლება ეს მოხდეს, ამას აკეთებენ.
ამას აკეთებენ თითქოს ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც სომხეთს, ასე აზერბაიჯანის. მაგრამ ჩვენი აბსოლუტურად მანდ ინტერესი არაფერი არ არის. ჩვენ ამ თამაში ვერაფერს ვერ დავიჭერთ. ეს არ არის ჩვენი თამაში. აღმოჩნდა, რომ ასე ვთქვათ, განზე გადგომაც უკვე პრობლემურია. იმიტომ რომ დაჭერილები ყავართ ფინანსური, ეკონომიკური და ფულასაკრედიტო ბერკეტებით. და რითი გვაშანტაჟებენ? სავიზო რეჟიმს გაგიუქმებთ. ხო, სავიზო, ანუ თუ პედარასტოიას და მამატე თუ არ ვიზო რეჟიმს უბრალოდ. ხო, თუ არ დააკავონებთ მამათმავლობას, მე შენ არ მჭირდებიო. იქნე მეც არ მჭირდები ასეთი ევროპა, ხო? მაგრამ, მოინახება კიდე ხალხი, რომელსაც ამოზდის მზედამთვარე ამ ევროპაზე და გაურეკოთ ამის ნათესავებს გერმანიაში, იტალიაში ამ მდგომარეობა და რა მდგომარეობა იქნება უახლოეს პერიოდში, ხო? ანუ ჩვენ ილუზიებიდან ვერ გამოვედით. ჩვენ ვერ გამოვედით 40 წლიანი ილუზიებიდან, საღეჭი რეზინის და ჯინსების. ჯინსიც აგვაქვს, საღეჭი რეზინიც აგვაქვს. მრავალი ვერ გეტყვი 50 იმის რა ქვია, ხარისხის თუ ნაირსახეობის ზეხვიდებს ქართულ სუპერმარკეტებში. შეიძლება იყოს 10-12 მეტი არ, რომ შეიძლება მეცდები. ჯინსები გახსოვთ ალბათ ხო, როდესაც ჯერ კიდე შემოდიოდა საბჭოთა დროს ერთი ამ GDR-ის მონტანა იყო. და ეს მონტანა ისინი იყო რა ქვია და სპორტული პიჟამოები იყო. ნუ ინდოეთის ჯინსები შემოდიოდა და ფაბრიკა გელათიც კი კერავდა. 99 წელს რო ჩამოვედი ჯარიდან უკვე მაღაზიებში ჩვენ აი ეს თქვენ რაც ბრძანეთ მონტანა და ეს შეკერილი ჯინსები 60 მანეთად იყიდებოდა ძალიან აღარ იყო ეს. ეს 200 მანეთი ღირდა 80-იანი წლების დასაწყისში და 200 მანეთი და იხეხავდა რაღაცა. ხო, ნუ მეზღვაურებს რო ჩამოქონდა. ხო, მეზღვაურებს ჩეკებში ნაკიდი ეს სხვა ამბავია. ანუ აი ამ ჭინჭებს შევალეწეთ ქვეყანა და აღმოჩნდით შივრები. დღეს წახვალ და 15 ლარად, ანუ 200 ლარად ადამიანი ისე ჩაიცმევ. მაღაზიაში შეხვალ ყველაფერს იყიდი. ეხლა მე არ ვიზახი ბრენდირებულს და რაღაცას, ვინც მაგისისა გართულება მართლა ხელი მომარა 200-300 ლარად, ხო? სეზონზე. ერთი ადამიანი ნორმალურად რაღაცა შეიმოსება თუ გემოვნება. თუ გემოვნება, შეიძლება $1000 გადაიხადოს და ძონძივით ქონდეს ჩამოცმული ის თავის ტანსაცმელი თუ დახეული ჯინსები. ისევ მივდივართ საფრთხეებთან. საფრთხეები დასრულებული არ არის. საფრთხეები კიდე ახალი ჩვენ ჩავთვალეთ რომ დაახლოებით 2-3 თვის წინ რუბიკონი თითქმის გადალახული ქონდა. ჩვენ კი ვამბობთ არ არის გადალახულია, მაგრამ დღეს აღმოჩნდა რომ ჩვენ ამ რუბიკონის უკვე ქვევით ჩამოვედით. ქვედა სართულებზე ჩამოვედით და უფრო მეტი საფრთხე წარმოიქმნება. ეს საფრთხეები კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საფრთხეები არის თანაბრად პროპორციული აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის და რეგიონისთვის და ღმერთმა დაიფაროს. ერჩვენიერ დღეს რუსებმა თქვას რომ აი საერთოდ აღარ მაინტერესებს ასაკეთებთ. თუ რუსეთი გარიგდა და მოხდა ის რაც მის ინტერესებში არის, აქ რუსი თიც აღარ გაანწრევს. თუმცა მეორე მომენტია, მან უნდა იგზნოს და ეს ხელმოწერები იმისთვის კეთდება, რომ საქართველოში 200,000 და მეტი და ზოგი მართლა ვერ აწერს ხელს ტექნიკური შესაძლებლობების გამო, ზოგს ჯერ კიდე ეშინია. ისიც რა მითხეს? ერთ-ერთ აი თქვენ ვთქვით დასახლებას დიდი რაოდენობით მოსახლეობა არის. მიშაო კიო მოგიწერთო ხელს ვარ იცი რის ეშინია თუ ქართველებსო. ეხლა ჩვენ რუსეთთან რომ დავამყაროთო კარგი ურთიერთობაო, ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ გაიწვიონ ომშიო. მოთხრა ეხლა თქვენ აპრიორში ბრუნდებით საბჭოთა კავშირში. შენ თუ არ გინდა იმ ომში წასვლა და არ მოხდება შენი რეკრუტირება როგორც ნაიომნიკის ასე ვთქვათ დაქირავებული ჯარისკაცი შენ არ უნდა წაგიყვას. აი ეს შიშები, ფანტომური შიშები კიდე მოვძდეს, რომ აი როგორც ავღანეთში მიყავდათ ქართველები და 10,000-ობით მანეც იხდიდა მშობელი, ვისაც საშუალება ჰქონდა და ვისაც არ ჰქონდა, რამდენი დაიღუპა რო არ გაეშვათ. რო არ გაეშვათ. ანუ ეს შიშები არის. ნუ აი ჩვენ ვერ მოვახერხეთ, მათ შორის ალბათ ჩვენი ბრალიც არის, ვერ განვაზოგადეთ რუსეთთან რა ურთიერთობა გვინდა. ჩვენ გვინდა ისევ რუსეთში შესვლა, რომელიც თვითონ რუსეთს არ უნდა, ჩვენ გვინდა თანამშრომლობა პარიტეტულ საწყისებზე და ვიყოთ პარტნიორები, თუ ჩვენ გვინდა ყველაზე ცუდი არჩევანი, რომ აი როგორც 800 პირველში მოხდა ჩვენი მასთან მისვლა, ისე მივიდეთ. რუსეთი მერწმუნეთ სამივე აი ამ მოცემულობისთვის მზად არის. ეხლა ჩვენი არჩევანია. მადლობა ბატონო მიხეილ სტუდიაში მობრძანებისთვის. მე აყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. შევხვდებით ზეგ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.